ასრულებს თუ არა ქართული ოცნება ევროკავშირის პირობებს იმისთვის, რომ ქვეყანას უვიზო მიმოსვლა არ შეუჩერდეს, მას შემდეგ რაც ევროკომისიის მიგრაციის საშინაო საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრმა კაბოჭორიშვილს ოფიციალური წერილი გაუგზავნა და ვიზა ლიბერალიზაციის შესანარჩუნებლად პირობების შესრულება ითხოვა. ამ კითხვაზე პასუხს ოპოზიციურ სპექტრში სულ უფრო აქტიურად ითხოვენ. 14 ივლისით დათარიღებულ წერილში, რომელიც ბოჭორიშვილმა მიიღო, 8 პირობა იყო მოყვანილი, რომელთა შორის ადამიანის უფლებების დაცვა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება და მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიება იყო. მათ შესასრულებლად ქართულ ოცნებას ევროკავშირმა დრო 31 აგვისტომდე მისცა. ოპოზიციაში შეშობენ, რომ ოცნება ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებას ხელს არ შეუშლის. ამბობენ, რომ შედეგად საქართველოს მოსახლეობა დაზარალდება. ძალიან კონკრეტულად უვიზო რეჟიმი რო არ დაკარგოს საქართველოს ყველა მოქალაქემ და როდესაც გაქვთ წინ დადებული კონკრეტული 8 პირობა, რომელიც უნდა შესრულდეს. რა გაკეთდა ამ პირობების შესასრულებლად? თუ თქვენ აპირებთ, რომ დუგინის ჩინური ვერსია რო ყავთ, ვინმე შათირიშვილი და ყოველდღე ხალხს ახალ ტყუილებს ასაღებს იმაზე, რომ ევროკავშირი თურმე საერთოდ ღირებული გაერთიანება აღარ არის, ამით გახვიდეთ ფონს, არ შეასრულოთ არც ერთი მოთხოვნა და იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავკარგავთ ამ უდიდეს მონაპოვარს, რაც არის უვიზო მოგზაურობის შესაძლებლობა ევროკავშირში, მერე გაამართლებთ სწორედ ამ რუსული პროპაგანდისტული პასაჟებით. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის დაკარგვა, გარდა იმისა, რომ ეს არის პრაქტიკულად, ასე ვთქვათ, ჯოჯოხეთად აქცევს საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრებას და დაუბრუნდებით ჩვენი მდგომარეობას, როდესაც რუსეთის, ბელარუსის, ცენტრალური აზიის ქვეყნების მოქალაქეების მსგავსად საოცნებო გახდება ევროკავშირში სამოგზაურო, სასწავლო, სამუშაო ვიზის მიღება. გარდა ამისა, ეს არის პირდაპირ ჩვენი ეროვნული თავმოყარეობის შეურაცხყოფა. ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის აზრით, ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებისთვის. უბრალოდ მათ ეს პროპაგანდისტული ომი წააგეს, ისინი ვერაფრით ვერ ახერხებენ, რომ ეს რაიმე ფორმით დააბრალონ ან ქართულ ხალხს, ან ჩვენ უცხოელ პარტნიორებს, ან ოპოზიციას. ყველას კარგად აქვს გააზრებული, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილი ასანქცირებს 4 მილიონ ქართველს. აქედან გამომდინარე, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა როგორც თავად ქართული ოცნება, ისე მისი პროპაგანდისტული საშუალებები. სამწუხაროდ დარწმუნებული ვართ, რომ არც ერთ იმ იურიდიულ თუ პოლიტიკურ ვალდებულებას, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს ევროკავშირთან, არა როგორც დამოუკიდებლად პოლიტიკურ პარტიას, არამედ როგორც ხელისუფლების მიმტაცებელს, ის არ შეასრულებს. აქედან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ ის ორგანიზაცია, რომელიც მიზანმიმართულად ანგრევს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, არც ამ დარჩენილი დღეების განმავლობაში არ შეასრულებს არც ერთ იმ ვალდებულებას. როცა ჩვენ საუბრობთ ვიზა ლიბერალიზაციაზე, როცა ჩვენ საუბრობთ ამ ვიზიტებზე, როცა ჩვენ საუბრობთ ჩორჩანაზე, იმაზე თუ ომი ვინ დაიწყო, ეს სალსალკეს აღებული თემები, თქვენ შეიძლება გითხრათ დასვაც და მე შეიძლება ვამკითხოთ ეს სალსალკე გიპასუხოთ, მაგრამ ეს რეალურად არის ერთი და იგივე ჯოხის რამდენიმე ბოლო. იმიტომ რომ ამ ქვეყნის იზოლაცია, ის თემა ომი ვინ დაიწყო, ის თემა ჩორჩანაში თურმე რაც დავიცავთ ის რუსების არის ოკუპანტების არის, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ხდება, იმიტომ რომ ამ ქვეყნის იზოლაცია მოხდეს და ამ ქვეყნის იზოლაცია რატომ უნდა ვცნებას? იმიტომ რომ ამქამდე რა ბიტკოინების მოიპარეს და ფულის მოიპარეს, უფრო მარტივი იქნება კიდევ უფრო ბევრი ფულის მოპარვა და ამ იზოლაციას კიდე შეიძლება ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციული გზა და მათ შორის ვიზა ლიბერალიზაცია, რომელსაც სამწუხაროდ უახლოეს პერიოდში ჩვენ და სამწუხაროდ ვიხილავთ. 15 ივლისს ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს ხდომის დასრულების შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ საქართველოსთან ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის გადახედვა ქართული ოცნების ბოლოდროინდელ პოლიტიკას უკავშირდება. კალასმა იქვე დაამატა, რომ უვიზო მიმოსვლასთან ერთად ქვეყნისთვის ასოცირების ხელშეკრულების შეჩერება და სანქციებიც განიხილებოდა. ქართული ოცნება ევროკავშირის მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების შესახებ ევროკავშირის განცხადებებს შანტაჟად და მუქარად აფასებს. 14 ივლისს ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მხრიდან ვიზა ლიბერალიზაციის სავარაუდო შეჩერებას აბსოლუტურად სამარცხვინო ქმედება უწოდა. ქართული ოცნების ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი კი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის წამოწევას манипуляციურს უწოდებს. 2025 წლის 27 იანვარს საქართველოში დემოკრატიული უკუსლისა და რეპრესიების გამო ევროკავშირმა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს